სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსებობს. არს დაიყოს. დღეს ავიკითხეთ სახარებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული, შეიძლება ითქვას, სასწაული, რომელიც მოხსენებულია 4-ვე სახარებაში. აი სახარება თუ ვინმეს გაუგია საერთოდ წაუკითხავს, აი ეს ალბათ ერთ-ერთი პირველი რაც ახსოვს ეს არის, როდესაც სასწაული, როდესაც იესომ 5 პურითა და 2 თევზით 5000 ადამიანი განაცხადა. 5000 კაცი, ქალების და ბავშვების გარდა. და რა თქმა უნდა ამ სასწაულის შესახებ ბევრი გვისაუბრია კიდევაც და კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას. და მე მინდა დღეს თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას. რა იყო ეს? აი რა მოვლენა იყო? როდესაც იქადაგა იესო და ბევრი სასწაულიც მოახდინა უდაბნოში, ანუ ცალკე ესე იგი განმარტოებულ ადგილზე იყო, გაყვანილი ყავდა ეს ხალხი. წარმოიდგინეთ რაზე ლაპარაკი, 5000 მამაკაცი და კიდევ ქალები და ბავშვები. და ბევრი სიკეთე გაუკეთა ამ ადამიანებს მოკლედ. უკადაგა კიდევაც და სასწაულებიც მოუხდინა და ბოლოს მოსაღამოდა. და ესენი მთელი დღე იესოსთან ერთად არიან და მოწაფეები მოვიდნენ და იესოს ეუბნებიან, რომ ბევრნი არიან ძალიან. და საღამო არის, ხა ესენი ღამე რომ დარჩენო, ვერ გაძლებენო და უთხარიო რომ წავიდენო და მივიდნენ უახლოეს დაბებში თუ სოფლებში სადღაც და მოკლედ თვითონ იყიდონ საჭმელი თავის ძალისთვის. და აქ იესო მათეუნება ესეთ რამეს მოციქულებს. არა უხმს მათ წარსვლაი. ანუ არ არის კარგი, არ არის სწორი ხა მათი წასვლა. თქვენ ეცით მათ ჭამათი. ნუ აი დაუკვირდით, წარმოუდგენ რა მისეულება. ესენიც ესევე არიან წამოსულები, მოციქულები, როგორც ის ხალხი და ამათაც არა აქვს მაინდა-მაინც საჭმელი. ხო და ხა ვიღაცამ შეიძლება იზრუნა, ვიღაცამ შეიძლება არ იზრუნა, მაგრამ 5000 კაცი, ხო, ზოგადად. მეუბნება რომ არ გაუშვათ ეს ხალხი. თქვენ აჭამთ. და ეს მოციქულები გაუგნებულები ეკითხებიან რომ არა გვაქვს ჩვენ საჭმელი. და რა გაქვთ? რაიმე არა გაქვთ, არაფერი წარმოგებული. ნუ 5 პური და 2 თევზი გვაქვს. ერთ ახალგაზრდას აქვს გამოდებული. ჩვენ ამ ახალგაზრდასაც გვისაუბრია მე ეპისკოპოსი როგორ გახდა იგი და მოიტანეთ ესე. და აი ხარ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რომ აი აქედანვე შეიძლება უკვე პირველი დასკვნების გაკეთება, რას გვასწავლის იესო. ესე იგი აქ ლაპარაკია მოწყალების საქმეზე. და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მოწყალების საქმის გადადება არ შეიძლება. ეხლა ამათ კი არ უთხოვიათ იესოსთვის, რომ პური გვაჭამე, როგორ უნდა ეთხოვათ, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შიოდეთ. და იესომ თქვა, რომ არ უნდა გაუშვა ადამიანი მშიერი. და რას ეუბნება, ნახეთ, რაც გაქვს ის უნდა მისცე. აი რაც გაგაჩნია, არასოდეს არ გადადო, არასოდეს არ გაუშვა ადამიანი მშიერი, რაც გაქვს მიიცი. და უთხრა, აბა რა გაქვთ? მოიტანეთ. მოიტანეს 5 პური და 2 თევზი, რა თქმა უნდა, იმათმა მოიტანეს ის რაც იყო. ანუ არ დაენანათ არც იმათ. ეხლა ეს 5 პური ამათვის რომ მიეცა, თვითონ რა უნდა ეჭამოთ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა არ დაენანათ და მოიტანეს. და აქ არის ეს დიდი სასწაული, რომ როცა შენ გაუმასპინძლდები, აი რაც ხელში მოგხვდება, ყველაფერს, აი მოვიდა ადამიანი, თქვა სტუმარი, თქვა მოულოდნელი და რაც გამოიტანა ყველაფერი და უფალი გააბევრებს, ამას ჩვენ ბევრჯერ გადახვდენია ასეთი რამ თავს. რომ აი რაც გაქვს რომ გამოიღებ, არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ეს მერე საჭმელი სავსებით საკმარისი ხდება და იესომ აკურთხა ეს 5 პური და ეს 2 თევზი და ეს ხალხი ხო დაძღა. აი ცუდი სიტყვა უკაცრავად, მაგრამ დანაყრდა რა. დანაყრდა და დარჩა კიდევ, დარჩა. და ესე წერია რომ 12 გოდორი დარჩა. და ესე იგი აი ეს ერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ დღევანდელი სახარებიდან, რომ როდესაც ლაპარაკია ადამიანის გამოყვებაზე, ადამიანის მოწყალებაზე, არ გადავდოთ ეს. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და
ჩვენგან ეს საკმარისია, ღმერთი ამას შეავსებს. ეხლა მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რომ აი რომ დაფიქრდეთ 5000 კაცი და კიდე ქალები და ბავშვები. როგორ ფიქრობთ, აქ ყველა ერთნაირად ზნეობრივი, ამაღლებული, ყველა ერთნაირად მორწმუნე იქნებოდა თუ არა? და ხო არ ერია ამ ადამიანებში ის ხალხი, ვინც ვერ იძახდა იესოსზე რომ ჯვარსაცვი ეს. ამას ვინ გაიგებს? ეხლა ან მაშინ იესო ამას როგორ გამოარჩევდა? კი არ თქვა რომ ვინც მე მიღალატებს იმათ არ მიცეთ. არამედ იესო მისცა ყველას და როდესაც ესე იგი მეორე დასკვნა აქედან რა შეიძლება როცა მოწყალებას გასცემ მოწყალება უნდა მისცე ყველას კარგსაც და ცუდსაც ყველა ერთნაირად კარგი ვერ იქნება ზოგი მართლაც მოღალატე შეიძლება იყოს მაგრამ სახარების სიტყვები არის მოყვანილი აი ამ ადგილის განმარტებაში რომ როდესაც მზე ამოდის მზე არის ჩვენი სიცოცხლის წყარო ხო სწორია მზე არ არჩევს ცუდ და კარგ ადამიანებს ყველას ერთნაირად ანათებს და როდესაც წვიმა მოდის წვიმაც ყველას ერთნაირად ეპყურება ამიტომ აი ეს მოწყალებაც რომელიც ჩვენ ღმერთს გვამსგავსებს უნდა იყოს ასეთი ყველას უნდა გავცეთ ყველას უნდა მივცეთ მოწყალება და ნახეთ აი ბოლო 12 გოდორი შეაგროვეს ნამსრები და ეს გოდრები მოციქულებმა წამოიდგეს 12 გოდორი ხო შეიძლება 10 გოდორი გამოსულიყო ან ვინგი 15 გოდორი არა 12 გოდორი გამოვიდა ეს ღვთისგანგებით იყო და მოციქულებმა მოიკიდეს ეს გოდრები და წამოიღეს და ამ მოციქულებს შორის უკვე სავარაუდოდ კი არა ნამდვილად ერია მოვალატე ეს იყო იუდა და იუდასაც მოუწია ამ ერთ-ერთი გოდორის ხრებით ტარება და განმარტებაში წერია რომ იუდა როგორ უღალატე ქრისტეს ის მაინც არ გახსოვს ის გოდორი რო ათრიო ეს გოდორი ამხელა სასწაული მოახდინა უფალმა ამხელა მოწყალება აღასრულა ადამიანებს და ეს გოდორი ათრია იუდა ხრები და ესეც კი დაავწდა ესეც კი არ გაითვალისწინა ხო და მიუხედავად ამისა უფალი ყველას სწავლობს და ჩვენც ეს დავიმახსოვროთ რომ მოწყალება არ უნდა იყოს გამორჩეული რას ნიშნავს რომ გამორჩევით არ უნდა გავაკეთოთ ეს მოწყალება უნდა გავცეთ ყველაზე რასაც ქვია მოწყალება ღმერთმა მოგცეს ამისი უნარი ღმერთო დაგლოცოთ ჩვენთან არსნებთ